უფროსებისგან მსმენია, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება ნელდება. ოცნებების ასრულებას ვადა გასდის. დაიწყება ეტაპი, როცა უბრალოდ უნდა შევეგუოთ რეალობას. თუმცა მამაჩემს, რომელიც წელს 52 წლის გახდა, უნდა რომ დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. სანამ აი აქედან არ დაბერდები, მანამდე არ დაბერდები. სწორედ ამიტომ იმის მაგურად, რომ დაბადების დღეზე მორიგის უფრა გაეშალა, გადაწყვიტა, რომ მისი ასაკი ტესტში გაეტარებინა და skydiving-ი ეცადა. მზად ხარ ფრენისთვის? იმედია. თუმცა ასეთი გამოცდილებები კიდევ უფრო განსაკუთრებული მაშინ ხდება, როცა შეგიძლია შენი ბედნიერება საყვარელ ადამიანებს გაუზიარო. სწორედ ამიტომ მე და ჩემი ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან შევიკრიბეთ ესპანეთში, იმისთვის რომ მამას ესოცნება რეალობად გვექცია. თუმცა ფრენის დღეს ერთმა ნიუსმა ეს ამბავი ეჭქვეშ დააყენა. მოკლედ ბარსელონაში და მის მიმდებარე ქალაქებში მოხდა საშინელი წყალდიდობა, ქარიშხალი, წვიმა, წალეკა, მოკლედ ყველაფერი და გუშინ 60-მდე ფრენა გაუქმდა საერთოდ იმ აეროპორტში, სადაც დღეს წესით უნდა ჩავდიოდე. არ ვიცი რა მოხდება ველოდები რას გამოაცხადებენ ფრენაზე, აეროპორტში ვარ უკვე მოსული და ვნახოთ გადაიდება თუ არ გადაიდება ჩვენი ფრენა, მაგრამ მამაჩემს შეიძლება ოცნება ვეღარ უსრულო. საბედნიეროდ ჩემი და გიოს ფრენა არ გაუქმებულა და მხოლოდ პატარა დაგვიანებით ჩავფრინდით ბარსელონაში. ჩამოვედით. სადაც ჩვენი მშობლები და ძმები გველოდებოდნენ. მატრიალი? პირიქით. მართალია საქართველოდან ფრენა არ გაუქმებულა, თუმცა მას შემდეგ რაც მანქანა ვიქირავეთ და ბარსელონადან skydiving-ის ლოკაციისკენ დავიძარით, გზად სამწუხარო ამბავი შემატყობინეს. მამა. ეხა მომწერეს, რომ სამწუხაროდ ხვალო არის ძლიერი ქარია და ვერ შედგება გადმახტამა. ხო და ეხა წერ იქნებ ზეგ, მეთქი ან მასზე გდილამდე ვართ თქო და რომელიმე დღეს თუ გამოვადგო. აბა ეხა ამხელა გზაზე ჩამოვედით და გორდო დავრჩეთ. ამ ამბის გაგება ყველას გვეწყინა. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ მომდევნო დილით ადრე გაგვიძება აღარ მოგვიწევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ბარსელონაში გაგვესეირნა და მამასთვის ჩემი საყვარელი fast-food-ი გამესინჯებინა. პირველად სინჯავენ Taco Bell-ს. როგორია გია? 10-დან რამდენია? პირველად არ გამოსინჯავს, მაგრამ ძალიან არ გამოსინჯავს. 10-დან? 6. ოკეი. 10-დან რამდენს დავუწარ? მე გამომუწა ნავი. კი. 10-დან? ნავი 10. გუშინ ხომ მოგწერეს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც იმედი გქონდა, რომ იქნებ დღეს დილით კაი ამინდი დაგხვედროდა, მაგრამ არის ისეთი საშინელი ქარი, რომ აი უბრალოდ რო გავდივარ მაქნევს და skydiving-ი კი არა. თან ანუ კასტელონში ზოგადად აი ძალიან კაი ამინდები ახლა რა. მე ვიფრინე დეკემბერში აქ და იყო რაღაც მზიანი იდეალური ამინდი და ორესინა გამეჭედა. არც მაინც იმეც არ დავკარგავ, მაგრამ ნახოთ. მიუხედავად ცუდი ამინდისა ვეცადეთ, რომ ნეგატიურ ფიქრებს არ ავყოლოდით და გადავწყვიტეთ ეს მოცემულობა გვექცია შანსად, რომ ერთმანეთთან მეტი ხარისხიანი დრო გაგვეტარებინა და დილის საუზმეთ შესაბამისად დავიწყეთ. მივიღე გადაწყვეტილება, რომ როცა სუფრაზე დაждები და ესე ტელეფონი არ გათიშვანო, შესვლან გადადო. უნდა მოაშორო ტელეფონი იკავრობას, თორემ რატო და იმიტომ რომ ეგნის ნახო ყველაფერი ფეხებზე ტირია. იქ ვინზის რა თქვა, რატო თქვა, რისთვის თქვა, შეუკვირ. ამიტომ ტელეფონი უნდა საერთოდ მოაშორო რა. ყველაფერი კაი დასვენება არის ტელეფონი რომ გადადო. დატოვა სადმე და წახვიდე. რა სულ ტელეფონში ვართ, აი ყველაფერს ტელეფონში ვაკეთებ. ახლა შენც კი რო ტელეფონზე დამოკიდებული ხარ, წარმოიდგინე ჩემი თაობა და ჩემზე პატარები როგორ დამოკიდებულები არიან. მამაჩემმა საუბრისას არაერთხელ ახსენა, რომ ის სულაც არ გრძნობს თავს 52 წლის ადამიანად. შენ რამდენი წლის ხარ? ჩემე 25-ის ვარ. აჰა. და სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, რომ მამაჩემისთვის ტესტი ჩამეტარებინა და დამედგინა ნამდვილად აქვს თუ არა თანამედროვე შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე. მამაჩემს უნდა ჩაუტარო თანამედროვეობის ტესტი და დავადგინო, რამდენად cool მამა მყავს. რომ იცახის რომ მე 105 წლის ვარ და არა 52-ისო, ეხლა გამოჩნდება შენი ასაკი. ქულმამობის ტესტი სამ ნაწილად დაიყოფა და ყოველ მომდევნო ეტაპზე კითხვები უფრო კონტროვერსიული და რთულად საპასუხო გახდება. და ვფიქრობ თანაცხოვრებაზე ქორწინების გარეშე. რა ვიცი, ნორმალურად რა. ესეთი პასუხებით უნდა გამცებლიცი არ გამოგვივა? აბა, ეხლა ისეთი პასუხი უნდა გაგცე, რომ არც ჩემ თაობას ვაწყენო და არც ხალხს. არა, პირიქით, უნდა აწყენინო შენ თაობას, იმიტომ რომ მე ვიცი შენ როგორც ფიქრობ და ეხა. არა, რატო უნდა ვაწყენო? არა, ისა ნორმალურად ეხა არც. ხო, ნორმალურად როგორი პასუხია, იცი? აი ვერ ვბედავ რაღაცის თქმას. არა, რატო, რა უნდა გავბედო? რა და ნახევარი საქართველოს დაერევა და თავის შვილს ქორწინების გარეშე ცხოვრებაზე და. არ უყურებ კატასტროფულად მე მაგას და მივესალმები იმასაც, აი როგორც ადამიანი გადაწყვიტავს, შეიძლება ადამიანი გადაწყვიტოს და ქორწინება დაარქვას და იქორწინოს და ესე იცხოვროს და იმისთვის მის მისაღები იყოს. მაგრამ შეიძლება რომ ადამიანს ესე არ უნდადეს და მერე გადაწყვიტოს იქორწინოს თუ არა რა. ანუ ორივე შემთხვევა ჩემთვის მიღებულია. კაცმა რო იტიროს სირცხვილია? არა, რატო სირცხვილი? მე ფიქრობ, რომ არა.
ყველა კაცს უტირია, უბრალოდ ზოგმა შეიძლება თავი შეიკავოს, რაღაც გააჩნია რაზე ტირი ხარ, ხო? ეხლა. რავი, რაზეც გეტირება. ხო. ხო, რა მოხდა მე იტიროს. რომელი გირჩევნია? შენმა შვილმა შენი არჩეული პროფესიით ბევრი ფული აკეთოს თუ თავისი არჩეულით ცოტა ფული? თავისი არჩეულით ცოტა ფული. სწორი პასუხია. შენი აზრით, გოგომ რო ბიჭს აუხსნას სიყვარული მოსულა? რა ვიცი, რატო არ მოსულა თუ კი უნდა, რა ვიცი. აუხსნას მე რა. მამა ჩემი არა მარტო თავისი შეხედულებებით ცდილობს იყოს თანამედროვე. კომპლექსი მაქვს იბერის, ან აი ასაკის მომატების კომპლექსი მაქვს, გაიგე და არ ვერდები რა, არ მინდა რა. არამედ იმითაც, რომ სურვილი აქვს ტექნოლოგიებში გაერკვეს და მათ შორის სკროლობს TikTok-საც. სწორედ სოციალური ქსელების მოხმარებისას აღმოაჩინა სწორი კვების ჩვევების შესახებ ინფორმაციები და დიაბეტის რისკის თავიდან დასარიდებლად ახალი ჩვევების დანერგვას სცადა და შანსს არტოვებს, რომ რეალობაში გამოიყენოს ეს ახალი ცოდნა. მამა ნელ-ნელა TikTok-ით ერკვევა ჯანსაღი კვების ჩვევებში და დაამუღამა, რომ ბოსტნეულით კვების დაწყება არის ძალიან ჯანსაღი იმისთვის, რომ მომავალში დიაბეტი არ დაემართოს და ყველა ჭამას იწყებს ხოლმე უზარმაზარი ბალახ-ბულახ ხებში და ანუ დასასვენებლადაც კი რომ ამას ჭამს. გადმოხტომაზე ბავშვობაში გიოცნებია თუ დიდობაში მოგინა? არა. თუ მე მბაძავ. შენ რო გადმოხდი, უცბად ყველაფერი ჩაირთო თავიდან და თან ანუ ბავშვობაში არ გინდოდა. ხო, არა, მაგრამ ბავშვობიდან არასდროს არ მეშინოდა ექსტრემალური სპორტის, აი გადმოხტომები, გადახტომები, ესე რა. სწორედ მამა ჩემის ამ პასუხმა დამაფიქრა იმაზე, რომ არა მხოლოდ მშობლებს აქვთ უდიდესი წვლილი შვილების გაზრდაში, არამედ პირიქით. ხშირად ბავშვები ვაძლევთ ცხოვრების ინსპირაციას მშობლებს და ამით გარკვეულწილად ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას მათი აზროვნების განვითარებაში. გარეთ ქარია, მამა ვერ დაფრინავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავი ცოტა იმით გაგვერთა, რომ გამოვედით მოლში და დავლებთ ყავას, ცოტას გავიბოდიალებთ, რაღაცებს ვიყიდით და შუადღის უაზრო პერიოდს გადავატარებთ მოკლედ მოლში. ავის რიგში ვდგავართ მე და დედა, სხვას რას ვიზავდით. სანამ ჩვენ რიგში ვიდექით, ბიჭებმა ადგილები დაიკავეს კაფეში და ყავის დალევის შემდეგ როლები საკმაოდ სტერეოტიპულად გადავინაწილეთ. მე და დედა საშოპინგოდ წავედით, მამა და ძმები კი კაფეში დარჩნენ და როცა დავბრუნდით, სტერეოტიპული კითხვით ვეთანხმდნენ. ეს ვინდე? არა, გეჩვენება. მამას ცხელოდა და დედამ მაღაზიაში ვიყიდა მაიკა, რომ გამოიცვალოს. გოგოებმა ვიცით დამალული ხერხები როგორ გამოვიცვალოთ ისე რომ არაფერი გამოგვიჩნდეს. ის არ აქვს. უცებ გაიჩიტა. ჟურიკელა. მას არ ვიკითხავ, თორე ვინერვიულებ რა. აი. იმ ბატონო. евро მიეცნო ბედნიერი. 1 ევრო. 1? კი. რატო მეორეც არ იყიდე? მართალია შოპინგზე სტერეოტიპული შეხედულება აქვს მამას, თუმცა საინტერესოა რას ფიქრობს ისეთ თემებზე, როგორიც მაგალითად მენტალური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგთან სიარული ტეხავს. რა ვიცი, 70 წლის ადამიანი წავიდა ფსიქოლოგთან, თუ კი ჭირდება და საჭიროა. ვერ გავიგე, რა პრობლემაა? საერთოდ კითხვის შინაარს ვერ მივხვდი, ეს რა ბანს კითხობს მისავამს. ხო, არა, რა მოხდა, რა ვიცი ხა, რა პრობლემაა მე აი, ფსიქოლოგთან? ბევრს ძალიან უტყდება სიარული საქართველოში და ზოგადად მაგ თემაზე ანუ არ აღიარებენ. თუ კი ჭირდება ადამიანს, უნდა იაროს. თუ კი ჩათვლი საჭიროთ ეხა. იმის გამო რომ კომპლექსი გაქვს და არიარო, ესე იგი სასიარულო ხარ. ეს ხო, ესე იგი გიჭირს twin-ში რა. იმიტომ რომ ისა რა ქვია, ვინმე ხო უნდა იყოს ნორმალური გირჩიოსო, წადი რა, ეხა რატო გითხდება, რა პრობლემაა? კი ბატონო. საჭიროა. კი ბატონო. კარგი, შემდეგი კითხვა. შვილმა რომ მოგატყუოს, იმიტომ რომ ეშინია შენი რეაქციის. ეს შენი პრობლემაა თუ მისი? ჩემი. აო. იმიტომ რომ ესე იგი მე თუ დავძაბავ შვილს, ვინც არ უნდა იყოს, თუ დაძაბავ, აუცილებლად მოგატყუებს. ეს არის გარდაუვალი. აი ამ სიმართლის თვალებში შეხედვა, არავის არ უნდა. 100-დან 100 შემთხვევაში მოიტყუება ბავშვი, თუ იცის რომ იქიდან წამოვა აგრესია. უნივერსიტეტში სწავლა თუა საჭირო წარმატებისთვის. დიპლომი თუ უნდა კონდეს შენ შვილს? დიპლომი საერთოდ არა საჭირო, გაჩინე რა გინდა. თუ გინდა რომ ისწავლო მეცნიერი გახდე, უნდა ისწავლო და მან კატეგორიებად არის რა. არის რომ ვიღაცა სწავლით აღწევს მიზანს და მიზანს გააჩნია რა და ხდება დიდ ბიზნესს აწყობს, მილიონერი ხდება ან რაღაცა დიდ ფულს შეულობს, მაგრამ ყოველთვის აი სტატისტიკურად ეხლა რასაც ვისმენთ ამ სოციალურ ქსელში, ოროსნები და სამოსნები უფრო დიდ ფულს შეულობენ ხშირ შემთხვევაში.
ვიდრე რომ სწავლობ. იმიტომ რომ ჩარჩოებში ვინც არ ჯდება მე როგორ უყურებ, იცი მაგას? აი, ჩემი სუბიექტური აზრია. ბავშვი რომ ჩაამთხარ ყველაფერს და რომ ასწავლი და დაუშვათ უნდა დაიწყო რაღაცა საქმე, ბიზნესი რა. და უკვე ნახე, უკვე ჯერ მშობლიდან წამოსული, ახლა ბავშვს ხო დაამთავრა უნივერსიტეტი. უკვე რა განცდა უჩნდება, იცი? უნივერსიტეტი დაამთავრა და ეხლა იქ იმუშაო, სასტუმროში, დამლაგებლად იმტანად? ვაიმე, ხო არ გაგიშ. ანუ მიხვდი, ამ დროს პირიქით ხდება. ნებისმიერ სადაც დაიწყებს, სადაც შენ თავს იპოვი, იმ სფეროში უნდა მოახდინო განვითარება, ხო? ხო და შენ რომ ხარ 9 უნივერსიტეტი გადამთავრებული, აი ახლა მე იქ ვიმუშაო, პირდაპირ დირექტორად და პირდაპირ დირექტორად ფულს არ არსებობს. ანუ უნდა იყოს სალდატი, რომ მიაღწიო გენერლობას. ესე დაგნიშნონ გენერლად, არ ივარგებ, არც ეს გენერალი არ იქნები, ვერ იქნები კაი გენერალი. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მამობის ტესტი საკმაოდ კარგად ართმევს თავს, რეალობას ვერ გავექცევით. ის ნამდვილად 52 წლის ხდება, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტთან შეგუება ზურას ნამდვილად არ უნდა. წავედი ეხლა მამა ჩვენს უნდა მივუოცოთ დამატების დღე. იქიდან გადამიღე ბიჭო. საიდან? აქეთ პროფილი მაგალითად ვერ დაიმახსოვრდით. მოდი. მე ბიჭო გაჩვენდი ახლა. სიურპრიზად მოვდიო. ლამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს სურას დამატების დღეა. მე გამაწყობს. აი ეს. ეხა ჩავაკრობ. ესე ჯობია. კი ბატონო, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ჩააკროთ. დამიდასტურეს, რომ დღეს მამას შუადღის 3 საათზე აფრენენ. Skydiving-ი მე 25 წლის ასაკში ვცადე ჩემს დაბადების დღეზე და მამამ სწორედ მაშინ გამოხატა პირველად skydiving-ის სურვილი. მიუხედავად ყოფნისას ფრენის სიმულაციაზე წავიყვანე გასავარჯიშებლად და იმდენად მოეწონა პროცესი, რომ იქვე გადავწყვიტე და მომდევნო წელს მამას აუცილებლად ვაფრენდი skydiving-ით. მე უკვე გავიღვიძე, ჩამოვედი ლობიში და ეხა ველოდები მამას რომ ჩამოვიდეს, რომ ვახარო ეს გენიალური ამბავი. ეს ამბავი მამას საუზმობისას გაუზიარა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაეხარდა, ნელ-ნელა ეიფორიაც დაეწყო და საკმაოდ უცნაური ხერხებით ცდილობდა მენტალურად მომზადებულიყო გადმოფრენისთვის. მამამ დაინახა ფანჯრიდან როგორ დაფრინავენ skydiving-ით, სადაც ცოტა ხანში თვითონ უნდა აღმოჩნდეს და აი კიდევ უნდა წამოვიდეთო? ვაიმე, ნახე როგორ დაეშვა, რა ხდება? რატო ქნა ეგრე? ნახე. აი, ნახე რა. ვაიმე რა ჩქარა დაეშვა. შენ რა იცი? შენ ეგრე უნდა დაეშვა. რადგან გარეთ იდეალური ამინდი იყო, გადავწყვიტეთ ფრენამდე სანაპიროზე გაგვესეირნა და გამტვირთულიყავი. თუმცა მამა ჩემი აქაც ვერ წყდებოდა ცაშიყურებას და გადმოფრენის პოტენციური რისკების დაკვირვებას. ახლა დატრიალდა ცაში თუ რა ქნა. მა შენ უთხარი რომ ნელა დამიშვან რა? ხო. ზრიალი და ტრიალი არ მინდა. ანუ ნეტავით ზოდე რა საკონტროლებ ხარ რომ უყურებ, აი, აბა რა შვება. ახლა ბიჭო, რამ სიმაღლეზეა რა უბედურება. იქ უნდა ავიდეკაცო? ხო. იქ უნდა ავიჩაჭ, ხო? გაგიჟდი? აი ეს რას აკეთებს ახლა? ის ნახე დარჩა იქა და ვეღარ ჩამოდის. ხო, აბა. ჰა? აბა. მართლა? მართლა ხო. უკანა გზაზე ვეცადე მამასთვის ჩემი ფრენის გამოცდილება გამეზიარებინა, რომ ამით მისი მღელვარება ოდნავ მაინც შემემცირებინა. მოგეთ, ანუ თავიდან ხელები უნდა ქონდეს ესე მოკუმული, გადაჯვარედინებული რა და მე რომ დაგარტყავს, ანუ ნახე რატო არის მნიშვნელოვანი რა. შენ რომ ხელებს ამოძრავებ, მაგითი ამოძრავებ ყველაფერს, ანუ თქვენ თვითონ მოძრავდებით. იმის მიხედვით ხელს როგორ დაიჭირო სიტუაცია და მე და მე გეტყვის რომ შეგიძლია ხელები გაშალო. და ხელებს რომ გაშლი, ხარ ანუ ჰაერში რა, პარაშუტოთ. და მე რაღაც მომენტში ისევ დაგარტყავს და ისევ მოკუმავ ხელებს და დაიწყებს დაბლა ჩამასვლას ნელ-ნელა რა. წავიდა, ზური უნდა გადმახდეს. სანამ 3 საათი მოვიდა და ჯერ კიდევ მქონდა ცოტა დრო დარჩენილი. რაც იდეალური შანსი იყო მამასთვის მეკითხა, საერთოდ რატომ მოუნდა გადმოხტო. რატომ მოგინდა skydiving-ი? ნახე რა მჭირს ესე იგი ასაკი რომ ემატება, ალბათ კომპლექსი მაქვს იბერის, ან აი ასაკის მომატების კომპლექსი მაქვს, გაიგე და აი 50-ის რო გავხდი, ხო, გაიაზრებ 50-ის და ნახევარი საუკუნე გაია და მე ვერ ვეგუები, ანუ მე არ ვბერდები, უბრალოდ ასაკი მემატება, რომელსაც ხო, ვერაფერს ვერ უზავ, ხა მემატება ასაკი რა, მაგრამ სანამ აი აქედან არ დაბერდები, მანამდე არ დაბერდები. ამიტომ მე არ ვბერდები რა, არ მინდა რა. შენ რამდენი წლის ხარ? მე 25-ის ვარ. აჰა. მე 25-ის ვარ ჯერ, რა ვიცი. ჩემზე
ახალგაზრდა. კი. და ალბათ ამის საპირისპიროა აი ამ გადაწყვეტილების მიღებაც, რომ აი რატო, აბა რა 52 წელს, აგერძმაო. აი პარაშუტიდან ხვდები, აი 25 წლის ბიჭი ვარ. მე დავბერდები მაშინ, როცა ტვინში დავბერდები. ტვინში როდის დავბერდები? რავი, მე არ ვაპირებ. ეხლა მეც ეგრე მგონი. კარგად რომ დავბერდე რომ მე გააკეთო. ყვებადო. ყვება უნდა ვაკონტროლო და ისა რა, ვარჯიში და რა ვიცი, სპორტულად ისედაც ცხოვრობ. მე მაინც ხო ვერ ვჩერდები. სულ უნდა ვიხტუნაოს, რაღაც უნდა ვაკეთო და ამიტომ ესე რა, ამას მოუწოდებ ყველას, თქვენს, ახალგაზრდებს. მამას ამ მოსაზრებაში ნამდვილად ვეთანხმები. თუმცა არსებობს საკითხი, სადაც სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს. და ეს სწორედ ქულმომობის ტესტის ბოლო, ყველაზე რთულ ნაწილში გამოჩნდა. რა შეიძლება გააკეთოს შენმა შვილმა ისეთი რომ უარყო, აი რა თქვა რომ შენ თავი დამანებე ჩემი შვილი აღარ. მომატყუოს. აი და ხაზი გადაუსვა? გადაუსვა ყველაფერს. აღარ მეგობრები? თუ მოგეცი შენ იმის საბაბი რომ მომატყუო, მაშინ მომატყუებ. და მე ამაზე ნერვები არ მომეშლება, მაგრამ მე თუ შენ არ მოგეცი მაგის საბაბი რომ შენ მომატყუო და მომატყუებ, თუ შვილი უნდობლობას თუ გამომიცხადებს რა, შეიძლება რაღაცაში არ დამეთანხმოს, მაგრამ აი ნდობას რასაც ქვია რა, ამას თუ დაუშვებს ბავშვი, აი მაშინ მეშლება. მაშინ ვაფშე გააჯმეინე. მეშლება უკვე. ეს ასუხი ნუ არა, მე ველოდებოდი რომ ვერაფერიო იტყოდი და არა, ვერაფერი არა, მაშინ ყველა პატარა დეტალზე ხაზს გვისვამთ. არა. არ ცოტნია. ბავშვი მოიცოდეთ ექვსივე. შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, შენი შვილი იყოს რაღაცა ტიტული კონდეს თუ იყოს ბედნიერი? ტიტული და ბედნიერი, ეს წარმატებული და ბედნიერი. აი ძალიან ხშირად არის რომ მშობლები ამაყობენ რომ ჩემი შვილი რაღაც პროფესორია, ჩემი შვილი რაღაც მინისტრია და ამას აქცევენ ყურადღებას, ვიდრე იმის მიღმა არის თუ არა ბედნიერი რა, ანუ გარეგნულ სტატუსებს ანიჭებენ ყურადღებას. კაი, გავიგე. მაგ შემთხვევაში მე ვისურვებდი უბრალოდ რომ რა თქმა უნდა ბედნიერი იყოს ვიდრე წარმატებული. მიხვდი, უბრალოდ ვისურვებდი მე რომ იყოს ბედნიერი და თუნდაც ნუქონდეს ნორვეგიაში იცხოვროს სამი წელი. ჩირკნოს ხე. ბედნიერად, ლამაზად აი ბუნებაში. კი ბატონო, მაგალითად შენი შვილის პარტნიორი არ მოგწონს. აი მოძალადეა და ამას არ ესმის რო ეუბნები. შენ შეამჩნია და შენ შვილს ვერ აგებინებ, რას მოიმოქმედებ. რთული საკითხია. ამას ერთხელაც არ ავიტან, პროსტა შანსი არ არის რა. ეხლა თუ არ ესმის, ეს არ ესმისაც თავისი გაშლა აქვს, ხო? შეიძლება ძალიანაც ესმის, მაგრამ ეშინია და შენ გითხრას, რომ არა რა, მოდი მე ჩვენ მოვაგვარებთ და რამე, არა არსებობს გამორიცხული. არ გავაჩერებ მოძალადესთან, შანსი არ არის. ამას ავყოთ, დავაბობ, ჩავკეტავ, ვეთქვი რომ როცა აზე მოხვალ, მე გაგიშვებ, всё. აქეთი ძალადებ. აქეთი ძალადებ. შანსი არ არის რა, არ არსებობს. ჩაერევი და გამოვაძალადებ. ჩაერევი ეგრევე და იალა. კი ბატონო. გინდა 9 შვილი ყავდეს, გინდა 1, გინდა რა ვიცი მე. მე მოვიყვან, მივიღებ სახში და ჩაოლებრივად იქნება ყველაფერი. არ ვთერი, რახან გათხოვდი და ეხლა მიდი და შენ მიხედე შენ ცხოვრებას, ეგ შანსი არ არის. არ დავტანჯებ. კი ბატონო. არც ერთ წამი. შენ 10 კითხვიდან ჩემი აზრით, სწორად გაიცი პასუხი 900. აი, შვილის უარყოფაზე ვერ დაგეთანხმე და სერტიფიკატი მოგენიჭება და იჭირე ესე. ქულმომობის ტესტი ჩაბარებული გაქვს, ეხა ის გადაგვრჩენია, რომ დაამტკიცო, რომ ნამდვილად 25 წლის ხარ და უნდა გადამოხტე თავით იქიდან. მამაჩემმა ქულმომობის ტესტი წარმატებით ჩააბარა, რითიც ნამდვილად დაამტკიცა, რომ ახალგაზრდულად აზროვნებს. თუმცა რამდენად ახალგაზრდულია მისი ფიზიკური მონაცემები, ამას ქაიდაივინგის ასვნახავთ. მამა მართალია 25 წლის არის, მაგრამ მაინც გახურება ჭირდება სახსრებს. მოიცა ერთ წუთი მაინტერესებს საჯანდაბაში წავიდა ის თვითფრინავი. არა, რა საყვარელია. წავიდა. ეგრე. ნიდი, წავიდა. ნახეთაცოში რო იხურება. მაინტერესებს სად გაჩდებიან, ბიჭო, სად წავიდნენ, ხო? უნდა მომემზადო. მოვიდა შენი ჯერიც, მოვიდა. Easy. Let's go. Okay. Aber schön's. Let's go. ბოლოს წავიდი ხარი. რა ბოლოს იწვა? რა ბოლოს იწვა, კაცო კიდე უნდა გადმოვხდე. გადვიფრინა ზურიკა. აი, მაგარ ემოციებში იქნება რომ ჩამოვა დარწმუნებული ვარ.
განზევით სადღაც სულკა დაფრინავს. აი იქით ნახე. You want turn? No, no. No? It's okay. რა გინდა მოფრინა ვარ ჩვენი ვრად ჩამოვიდა! Okay, legs up. Up, 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 up. How'd you go? Nice. Yoo-hoo! Nice. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი იყო. შეგზნება როგორ ეხა წავედით ზევით, გაიგე და ხარზე დამარტყა რომ 2 წუთი დარჩაო და უკვე გეწყება, გაიგე? არიცი რა ხდება, გაიგე და რო გაიღო კარები რო გასწორდა და გადმოვხდით და წამოვედით. და აი იმენა მოდიხარ როგორი არის მოდიხარ და მოდიხარ ვაფშე. ასე ხარ, აი ძალიან მაგარია რა. მამა ჩემს skydiving-ით ნამდვილად დაუმტკიცა საკუთარ თავს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. თუმცა ჩემი გადმოსახედიდან მამა ჩემის ახალგაზრდულობა მხოლოდ ამაში არ ჩანს. ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც მისი მიდგომაა ცხოვრებისადმი. ინტერესი და შეუპოვრობა, რომ ყოველთვის სცადოს რაღაც მისთვის შეუძლებელი. ღიაობა, რომ რთულ მომენტებსაც შეხედოს დადებითი განწყობით და მზადყოფნა, რომ მუდმივად ისწავლოს შვილებისგან. მე კი იმედი მაქვს, რომ ცხოვრების გზაზე ისევ მოვახერხებ მამასთვის სურვილების ასრულებას, როგორც ის ამას ჩემთვის და ჩემი და-ძმებისთვის აკეთებს დაუღალავად.